სიგნიფიკაცია ვნახოთ, რა ხდება ახლა. თქვენ შორის რომ იცნოთ გაშლა თქვენია თუ არა. თქვენ შორის ახლა არის გაჩერებული სიტუაცია, თითქოს გამოუვალი მდგომარეობა, სადაც ვერაფერზე ვერ ფიქრობთ, არ იცით რა იქნება, როგორ იქნება, დაღლილი ხართ ფიქრებისგან, თუმცა ამ ადამიანს სადღაც შეიძლება უთვალთვალებთ, გააქვთ ეჭვიანობის მომენტები, სადღაც შორიდან ინტერნეტში შესაძლებელია, მოკლედ, გააქვთ ისეთი მომენტები, რომ გაინტერესებთ რა ხდება მის ცხოვრებაში, ათასი ეჭვები, ფიქრები შემოგდით თავში, რომ შეიძლება რამე არ შეიძლება, ნეტა აღდგება ეს ურთიერთობა, არ აღდგება, ესეთი მდგომარეობა არის ახლა თქვენს ურთიერთობაში. ეჭვიანობა ნამდვილად არის და გაინტერესებთ რა იქნება, ზუსტად ამაზეა. ვკითხოთ ტაროს, სამყაროს ექნება მაგ ადამიანს თქვენთან ქმედება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, რამის გააკეთებს თქვენი ურთიერთობის აღდგენისთვის. როგორი რაღაცა არის ეს ადამიანი, მაქსიმალურად ბოჭავს თქვენს თავს, რომ არ მოერიოთ, როგორც ასეთი ამ ადამიანს, გამიგეთ? როგორ თქვა, თქვენ კულტად არ აქციოთ, ესეთი რაღაცა, მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოერიოს თქვენზე თქვენს ძალას და ცდილობს საკუთარ თავში აქვს ეს ბრძოლები, საკუთარი თქვენს ძალას თავის შიგნით ებრძვის, რომ რაღაცნაირად განდევნოს თავისთან. თუმცა ასეთ ენერგიებში, მაგრამ იმდენად დიდია თქვენი ძალის ძალა ამ ადამიანში, რომ ეს ძალა გამოიყვანს, ვერაფერს ვერ უზავს, გამოიყვანს ეს ადამიანს ამ ადამიანს კონტაქტზე თქვენთან სხვათა შორის და თითქოს მოვა და გეტყვით, რომ ჩემი გული შენს სამფლობელოშია, ესეთი რაღაც სიტყვები შეიძლება გითხრათ, რომ გალიაშია გამომწყდებულიო, ჩემი გულიო რა. აქ ნამდვილად მოგეცემათ ახალი შანსი, ინფორმაცია მოგივათ ამ კაცისგან და ესეც გაკვირდებათ, რომ მიწოდეთ ეს ადამიანი სხვათა შორის სერიოზული თვალით და იმით ფიქრობს თქვენზე და გაკვირდებათ ჯერ, რომ რამდენად ღირს ამ სერიოზული წინადადებით თქვენთან მოსვლა, მაგრამ აუცილებლად აუცილებლად დაიწყება აქ ახალი ეტაპი და საკმაოდ სხვათა შორის თქვენ ეთყობაში აჩერეთ, თქვენ ძალიან დიდ ემოციას აძლევდით ამ ადამიანს და ეხლა ცივ ენერგიებში ხართ და ეს მოიზიდავს ამ კაცს თქვენსკენ. კი, აუცილებლად იქნება კომუნიკაცია. კომუნიკაცია რა აქ даже სერიოზული წინადადებით მოდის მამაკაცი, რასაც მე თქვენ გისურვებთ ძვირფასო ქალბატონები. ასევე მამაკაცებს მინდა მივმართო დაწერეს, რომ აქ მამაკაცებიც გისმენთო და ძალიან კარგია, მე იქაც დავწერე კომენტარში, რომ ეს ძალიან კარგია, რომ მამაკაცებიც უსმენენ საგრავლო გაშლებს, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში შენი სულიერი სივრცის არხზე შეგდება ისეთი ინფორმაცია გაშლების მნიშვნელობით, რომ ეს არ არის მკითხაობა, ჩვენ აქ ვარჩევთ სიტუაციებს და საჯარო ფორმატში რამდენადაც შემიძლია ვაკეთებ ამას
და როდესაც ეს კარმულ ჭრილში მიმდინარეობს ეს გარჩევა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია გამოდის წყვილებს შორის, ხოლმე რაც შეიძლება ერთმანეთში არც იყოს განხილული, არც იყოს ნათქვამი და ადამიანები იგებდნენ ისეთ რამეს, რაზეც შეიძლება ვერც კი ефიქრათ, რომ ან პრობლემა შეიძლება ყოფილიყო, ან საუბარი შესაძლებელია, აუცილებელი ყოფილიყო. ეხლა რაც შეეხება და მამაკაცებისთვისაც ჩავწერ გაშლებს, აი მართლა ივნისის ბოლოდან მაინც დავიწყებ, რა ვქნა, მანამდე ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, დიდი სიყვარულით მაქვს გადატვირთული ეს გრაფიკი, ნამდვილად მე არ ვწუწუნებ, მე ჩემი საქმე მიყვარს და ტარო არის ჩემი ცხოვრების ნახევარი და აი რომ დავფიქრდები, რომ რა მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს ეს საქმეც არ არის, ეს ცხოვრების თანამგზავრი, აი ესე დავარქმევდი. ასევე წერთ და ისედაც მეც ხო ვიცი, რომ არ ჩანვარ ყოველდღიურად აქტიურად TikTok-ში, ლაივებშიც და ვიდეოების სახითაც შემოკარგებო. რატომ მაქვს ეს შედარებით ჩაკეტილი სივრცე ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი ენერგია გადატანილი მაქვს იმ ადამიანებზე, ვისთანაც უფრო ღრმა და ინდივიდუალური მუშაობა მიმდინარეობს, ჩემო ტკბილებო და თბილო ადამიანებო, სულებო. მოკლედ, იცით, რომ შევქმენი პატარა WhatsApp სივრცე, ერთ სივრცეში მაქსიმუმ 15 ადამიანისთვის 20 ვთქვი, მაგრამ 15-ზე მეტი არ იქნება. 15 ადამიანია, რადგან ჩემთვის აი ძალიან მნიშვნელოვანია ენერგიის კონცენტრაცია და თითოეულ მონაწილეზე მეტად მორგებული ინფორმაცია. რაც აუდიტორია არის მცირე, გაშლებიც უფრო ბევრად ზუსტი და რეზონირებულად მუშაობს, ხო ასია, ხო? ჯგუფში, ჩვენს WhatsApp ჯგუფში იდება ყოველდღიური პროგნოზი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათს ვაკეთებთ სპეციალურ გაშლას წყვილებზე და ურთიერთობის ენერგიებზე, ჩემო კარგებო, ხოლო კვირადღეს უკან მთლიანი კვირის ენერგეტიკული პროგნოზი კეთდება უშუალოდ იმ WhatsApp-ის ჯგუფისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან იქ. ასევე ამ სივრცეში აქტიურად ვმუშაობ WhatsApp-ის სივრცეში მედიტაციებზე, ამ ეტაპზე და მატრიცულ პრაქტიკებზე. ამ ეტაპზე ყავს ორ ჯგუფად ეს ადამიანები. სხვათა შორის ეს არის ძალიან მუშა პრაქტიკები ქვეცნობიერ პროგრამებთან, რასაც თვითონ ჩემი გოგონები ამბობენ და უბრალოდ მე არ შემოვიფარგლები აი ესეთ საქმიანობის სფეროში სკრინებით, იმიტომ რომ მე არ მჭირდება არაფრის მტკიცება, ვინც მოდის და ვინც არის, იმან ისედაც იცის და არ მჭირდება მე რამის მტკიცება, უბრალოდ საოცრად მუშაობს ეს ჩვენი მატრიცული მედიტაციები, რომლებიც უშუალოდ მიმართულია ფინანსურ ბლოკებთან, შიშებთან, ფობიებთან, იმედგაცრუებებთან, შინაგან დაძაბულობასთან, რასაც ხშირად აღნიშნავთ ადამიანები. ასევე არის მიმართული ჩემო კარგებო ნერვული სისტემის დაბალანსებაზე, შინაგან მდგომარეობაზე, ენერგიაზე, რა, აი თვით აღქმაზე, პიროვნების, საკუთარი მეს თვით აღქმაზე. ასევე გვაქვს სილამაზის გარეგნობის მატრიცები, კანისა და თმის მიმართულებით, განახლება, რეგენერაცია. ამ ყველაფერს სჭირდება დიდი ჩართულობა, ჩემო თბილებო და ენერგია და სწორი გადანაწილება ამ ენერგო ბალანსის. ამიტომ ამ ეტაპზე უფრო მეტად ვარ გადართული WhatsApp სივრცეზე და პირად გაშლებზე და ვერ ვარ თქვენთან. ეს ყველაფერი გაგრძელდება 5 ივნისამდე და უკვე 6 ივნისიდან შედარებით მედიტაციებს, მატრიცულ მედიტაციებს ვასრულებთ და უფრო თავისუფალი დრო მეტი მექნება. ჩვენი ჯგუფი არის WhatsApp-ში დახურული 7 და მაქსიმალურად სუფთა ენერგიის სივრცე. ვისაც გაინტერესებთ, თვიური საწევრო გახლავთ $28 ლარი.
ერთჯერადი გადახდით მთელი თვის შემოკარგებო. მე გისურვებთ როგორც ყოველთვის ულევ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს და ყველაფერს საუკეთესოს თქვენს ცხოვრებაში. გემშვიდობებით დროებით და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ვიყო მაქსიმალურად ჩართული ჩემ უსაყვარლეს TikTok სივრცეში, რომლიდანაც დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ტაროს გზაზე. გემშვიდობებით, სიყვარულის ენერგიებით.